ოქტომბერში არჩევნები არ ტარდება. მოდი აქედან დავიწყოთ. ეს არის ფარსი და არანაირი მზადება ქართულ ოცნებას არჩევნებისთვის არ ჭირდება, იმიტომ რომ არჩევნები არ არის და არც არ არის. არჩევნები მოკვდა ჯერ კიდევ შარშან. იგივე ადმინისტრაცია, იგივე წესები, კიდევ უფრო გაუარესებული წესები და ასე რომ რამე შეიცვალა შარშანს მერე. უკეთესი გახდა ვინმე ადმინისტრაცია გამოიცვალა თუ რა პირიქით იგივე ადმინისტრაცია აპირებს ჩაატაროს ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები. ეს არის თავიდან ბოლომდე ფარსი და მასში მონაწილეობა ჩვენ პირადად ფედერალისტები არ გვაქვს. და არ ვაპირებთ არა იმის გამო რომ რა ვიცი ხლა ბიძინა ივანიშვილის ან ვიღაცის დანიშნულ არჩევნებში არ მივიღებთ მონაწილეობას, არამედ საერთოდ თამაშის წესების გამო. და კი ყველას ვინც მეტნაკლებად გაურკვევლობაშია, რა ვიცი, ჩემი აზრით თუ რამეს ნიშნავს მართვის, ვეტყვით რომ ჩვენ ძალიან ბევრ რამეს მივახციეთ ამ ერთი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ რამეს. დასანქცირებულია ყველა მეტნაკლებად ღირებული ტიპი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან და თავად ბიძინა ივანიშვილი ეს რაც შეეხება საერთაშორისო დონეს, რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი გვინდა, მაგრამ სწრაფად თან მით უმეტეს იმაზე, რაც ჩვენ გავლენა არ აქვს, არ უნდა ვინერვიულოთ, რომ რამე სწრაფად მოხდება, მოხდება. ოღონდ ჩვენ არ ვიცით ეს როდის მოხდება, მაგრამ აინც ყველაფერი აქ წყდება. და აქ წყდება ერთი რამე, არავითარი გაურკვევლობა არ უნდა შეიქმნას ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. არ შეიძლება, მე რა მოხდება, არ შეიძლება იმ ადამიანებთან შევყვეთ ლეგიტიმაციის სიცილო ბიწროში, თქვენ თქვით რომ გაურკვევლობა, რატო ადამიანები გაურკვევლობაში, იმიტომ რომ ზოგი ფიქრობს, აი იქნებ ეხლა და იქნებ ახლა მაინც გამოვიდეს, ვეთქვი რომ ერთი და იგივე ქმედებით, ვისაც გონია რომ განსხვავებულ შედეგს მიიღებს, ის იდიოტია და ეს მე არ მithქვამს, ალბერტ აინშტაინმა თქვა. და თუ გონია ვინმეს რომ ამ ადმინისტრაციას რამე ოცნება, რამე სხვა რამეს გააკეთებს, რაც ჩარჩან გააკეთა და მე გამოვლეხო და გაგვიყავდესო დაიწყებენ ამაზე ლაპარაკს, ხო? ამიტომ ამაზე რესურსის ხარჯვას ჯობდა ერთიანი ფრონტით შეგვეტია და გვეთქვა რომ ესენი არიან არალეგიტიმურები და ნებისმიერ დონეზე არიან არალეგიტიმურები. ნებისმიერ დონეზე მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. აი ეს უნდა გვექნა და პლუს ამას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაჩვენოთ ალტერნატივა, რა შეიძლება ამათი ალტერნატივა იყოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამათი ალტერნატივა უნდა იყოს ახალი რესპუბლიკის შექმნა, სადაც თვითმმართველობებს ექნებათ, მართლა თვითმმართველობები იქნებიან, ადგილზე ხალხი გადაწყვეტს. ვინ აირჩიოს, როგორ აირჩიოს, როგორი წესრიგი გქონდეთ, გზები გაიყვანონ თუ, ბულვარი გააკეთონ თუ, კანალიზაცია მოაწესრიგონ თუ, მდინარის კალაპოტი მოაწესრიგონ და გაასუფთავონ, ამას თვითონ გადაწყვეტს ადგილობრივი ის ხალხი, ვინც იმ თვითმმართველობებში იცხოვრობს. გადასახადებით უმრავლესობა დარჩება ადგილზე, ადამიანებს თვითონ ექნებათ უფლება საკუთარი, ჩვენ ასე ვფიქრობთ. და გვინდა რომ ეს ასე გავაკეთოთ, ექნებათ უფლება საკუთარი გადახდილი გადასახადები იქეთ მიმართოთ, საერთოდ მათ სურვილი ექნებათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ თავარი რაც არის ფარსი სახელად ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობას ჩვენ არ ვაპირებთ და ჩვენ მხარდაჭერებს იმათ, ვისაც ჩვენი ჯერა ვეუბნებით რომ ვიდგეთ. კიცეთ, გავაგზავნოთ პროტესტი, ამ პროტესტის შედეგი აქვს, წარმოიდგინეთ, ნებისმიერ სურათის გადაღება უცხოელთან ამათთვის არის ბედნიერება. წარმოგიდგენიათ რა დონეზე უჭირთ, შიგნით რა დონეზე დაძაბულები არიან, აი მან ხიმას ხელი ჩამოართვა, იმან იმას გაუცინა, ფოტომონტაჟებს აკეთებენ იმისათვის, რომ ბედნიერად გამოჩნდნენ, რომ აი მათ ვიღაცა გამარჯვებას ეუბნება დასავლეთში. ეს არის აი იმ ხალხის დამსახურება, ვინც მათ შორის აი აქ რამდენი ხნის განმავლობაში ქუთაისის მერიის წინ დგას. ჩვენ თვითმმართველობა არ გვყავს. ეს არის წანაზარდი ცენტრალური ხელისუფლების და ასევე იქნება და რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამაში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ თუ არა. ისევე ის წანაზარდი დარჩება, ისევე ის პოლიტიკური დამოკიდებულება დარჩება, ისევე იქნება ქუთაისის მერია და ადგილობრივი სიპები და აიპები, ქართული ოცნების, ნათესაობის, ახლობლების და საქმების და მათი კეთილმოწყობის ადგილი და მათი კეთილდღეობის ადგილი რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს? რა რაღაცას გამოუგლეჭთ, არა გადაუგლეჭთ კიდე. დიქტატორები და
ტოტალიტარები ასე იოლად რო თმობდნენ რაღაცებს, მაშინ წინ დიქტატორები აღარ იქნებოდნენ. წესიერი, ჩვენ გვინდა წესიერი არჩევნები. შეცვლილი ადმინისტრაციით, საარჩევნო ადმინისტრაციით, რომელსაც ნდობა ექნება, ნებისმიერის და მათ შორის წაგებულსაც ნდობა ექნება და იტყვის, რომ კი მე წავაგე და არ გაუჭირდება ამის აღიარება და მილოცვა გამარჯვებულისთვის, აი რისთვის ემზადებიან აი ეს ჩვენი მეგობრები, თანამოაზრეები, აი რისთვის ემზადებიან ოქტომბრის. აი რაში მონაწილეობენ? მიულოცავენ ქართულ ოცნებას გამარჯვებას? არ მიულოცავენ. წააგებენ თვითონ, წააგებენ. ობიექტურად, არაობიექტურად, გაყალბებით არ მინდა ადგენს, რომ ეს არ იყო გაყალბება მაგალითად, მათი წაგება და წააგებენ. იმიტომ რომ ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც კატასტროფული ტემპით მიისწრაფვის დიქტატორისკენ და ავტორიტარიზმის ქვეყანას მართავს არაფორმალური მართველი, რომელსაც თავის ხო როცა უნდა მაშინ წამოარტყამს ნებისმიერი ფსბ-ს ლიგითი კლერკი თავში ხელს და რასაც უნდა იმას გააკეთებინებს და აი ამ კაცი დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობს. იმის მაგივრად რომ თქვათ, რომ ამათ მიტაცებული აქვს ხელისუფლება, მათ შორის ადგილობრივ დონეზეც. ამ ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის სინამდვილეს ჩვენ კანონითაც თვითმმართველობები არ გვაქვს. ეს არის წაგრძელება ცენტრალური ხელისუფლების, რაც ჩვენ ქუთაისში გვაქვს და ამიტომ ურავის გაუკვირდება, რომ ქუთაისელების ხმა მერიის ყურამდე არ მიდის, არც მივა. იმიტომ რომ მათი ყურები მიმართულია არა ქუთაისელებისკენ, არამედ თბილისში ცენტრალური მმართველობისკენ და იქით გააქვთ თვალი და გონება, რომ აი იმათ რა ასიამოვნონ, მაგაზე არიან ორიენტირებული და არა ქუთაისელებს რა ასიამოვნონ, ან ზუგდიდელებს რა ასიამოვნონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და ასე შემდეგ. ესე რომ, რავი, მე მგონი ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ ჩვენი პოზიცია მოკლედ არის ასეთი. ყველა დონეზე ეს ხალხი უნდა იყვნენ იზოლირებული და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუდუნებით, მოთმინებით და ნებისყოფით ბრძოლა იმისათვის, რომ რუსული რეჟიმი, რუსული საოკუპაციო ჯარი, რომელიც საქართველოს მართავს, ჩამოვაცილოთ ხელისუფლება. კიდევ ერთხელ მინდა თავისუფლება უსურვო პოლიტპატიმრებს და კიდევ ერთხელ მინდა თავისუფლება უსურვო საქართველოს.